დილამშვიდობის მოგესალმებით ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიიდან მივემგზავრებით შარახევში. ლეგიონმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი არსებული ფაცხა და საცხოვრებელი სახლი, რომელიც გვაქვს, ცოტა მოვაწესრიგოთ, გავადიდოთ, პირობები გავიუმჯობესოთ და ავდივართ იმისთვის, რომ პატარა წავიმუშაოთ. ესეთი სიტუაცია არის, ხლა ავალთ. ძალიან ლამაზ ბუნებას განახებთ, ვისაც ნანახი არ გაქვთ. შარახევში ვინც ნამყოფები არ ხართ ჩვენთან ერთად, იმ ხალხისთვის ძალიან საინტერესო იქნება და განახებთ ერთ დღეს, როგორ ვატარებთ დროს შარახევში. როგორ მუშაობთ, როგორ თევზაობთ და საერთოდ რა ყოფით ცხოვრობთ. გამოყვევით და დარჩით ჩვენთან. სამუშაო დღე იწყება ყავრით. სხვანაირად წარმოუდგენელი არის. არადა რა დრო იყო, როდესაც დილის მადლით იწყებოდა. ქართველობას გვართმევენ, ძმებო. ძალიან მომწონს და ძალიან კარგია. ერთადერთი რაც არ მომწონს, ეგეც უნდა გითხრა. ცოტა უნდა გამოგვეგრძელებდი. 25 კვადრატია, მეტი რაღაც მინდა. ბევრნი ხალხი ბინაში ცხოვრობს ოჯახი და ჩვენ აქ ვართ ბევრნი. გავიგე ბაბუ, მაგრამ აქ ხო მარტო ის უნდა იყოს, აქ მოსვენება რამე რუმე. შენ მაგალითად დარგინე იქ დაждდება, ხო არ სვავ და რაღაც. წამოწვევი დაიძინე, კარებს გამოხურავ, შენთვის იქნები აქეთ. მაშინ მეორე ბუხარი გამიკეთეთ ან ფეჩი. ფეჩს ვაკეთებ, სვანური ფეჩი გვაქვს, მაო აი ამ სისქი, აი უმაგრესი ფეჩი არის და აი იქით ამ ხალეს ვაკეთებ და ცხელი წყალი იგვექნება. უკვე ისა გვაქვს. ო, მაშინ არ ვიცი. ცხელი წყალი სად გვექნება? მათ ხო გვექნება? აჰა, ეგეც მე ვარ. კი არ ჩაყვანაში. მოთხოვნები ხომ აქ კარგი, მოთხოვნები მაქვს, აი რაც ვიცი ვიცი. ის რო გაიყინა იმას ვეღარ მოშვებით მე. ხო და მაგიტომ მინდა რომ გარცმაში ჩავდო რომ არ გაიყინოს რა და კარგად გავაკეთოთ. მიწაში ჩავდოთ ახლა. ნებისმიერი რამე თუ დააღმადგინდა, ეს ნახევარი მეტრა მაინც უნდა ჩაიდოს მინიმუმ. კი. თუ რა ქსველი არის და გაყინოს. ხო და ჩავდოთ აქ ამოვაყოფინოთ 100-იანი მილი რაღაცა მოვძებნოთ, რაშიც გაივლის 25-იანი და ნარეცხისყლისთვის პატარა 50-იანი კანალიზაციის მილი და იქიდან კიდე მიწას მივაყრით, მერე მილს და შეფუთხასაც გავაკეთოთ. კაფე ლახატო. ტექნიკა მაზისეული ქვია ამას? მაზი, ამაზი. ჩვენთან საზამთრო იჭრება ისე, როგორც სოფლიოს საუკეთესო რესტორნებში. მაშ ეს არის ტკბილი საზამთრო მაზი? ლაგოდეხის ლაგოდეხის. პესტიციდების გარეშე. უმავე. თაფლია ძმაო, ძალიან მაგარია. დაბი, მოდი შვილი, აი. დარბაზში დადის, მაგრამ აი აგერ ნახე, ოპ, ნახე რას ვარჯიშო. ტექნოლოგია, მაზი, ცოდნა უნდა ყველაფერს.
ვიწყებ. ძალიან ჩამოცხა. დილაუთენია გამოვედით 6 საათზე უკვე ანანურთან ვიყავით, სადაც 7 წუთებზე შარახევს უკვე ვესტუმრეთ რა. დღის მეორე ნახევარი არის. კიდევ კარგი რომ მანქანაში გამოსაცვლელი მქონდა და ხედავთ რომ შორტები ამოვიცვიდა ცოტა ისე ყაითად ვარ, ასე ვთქვათ. ბიჭები მუშაობის პროცესში იმდენად გახურებულები არიან და დაღლილები რომ საერთოდ გაიხადეს სტანზე. ნაწილმა თქვენთაგანმა შეიძლება თქვას, რომ არაესთეტიური სანახაობა არ მგამ, ეს არის რეალური სამუშაო პროცესი ხალხო, სხვანაირად ეს არ გამოდის რა. ყველაფერი ამასთან ერთად გავიდა, საკმაოდ დრო გავიდა, ალბათ 5-6 საათია, მეტი კაცო, რას ლაპარაკობთ, 2 საათს გადაცილებული არის უკვე და პაბლიკამ თხოვა, რომ იქნებო ბიჭებსო რაიმე სადილი მოუმზადო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ ბეტონის ზილას ხახვის ჭრა მირჩევნია, მე მაპატიეთ. თან მარტოც არ ვარ დამხმარე მეყოლება დღეს, მაგრამ დამხმარე მე მგონი ძალიან მორიდებული არის და არ ვიცი რამდენად გამიწევს მეგზურობას კულინარიულ სამყაროში. ნახოთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ხოდა ეს არის წალი, დოქი, საუბრობია. ალადე ძმაო შენ. მოიხიდე ძმაო, მედი პრიზაფი. აჯალისკი თავზე. დამალევინე, რა ხაია. ეს ბერანდენია. ბალაკა გოგიჭა. აყურე მაგული. ზეგერგოს ბაბუ. ოღარია. რა, გაიგრო, როგორი იყო? აია, ახალი სიცოცხლე. ბიჭები, მთელი დღე ბეტონს ზილავენ, მე ჭურჭელი ხუდა წილად, მაგრამ არ არის ცოტა. იქ თევშები რაც არის გარეცხილი ზღაო ფასხაში, სულ ჩემი გარეცხილი არის და კიდე 2 ამდენი არის შიგნით. 15 გრადუსია წყალი, 15 გრადუსი. დილის 9 საათი გავზილავთ ბეტონს. აქ ჩათვალ თუ არა, ჩათვალე რომ დილას ხარ გაგვიწებული, გასვენებული, ყველაფერი გავიწვევა და მოგიხარ 1000 მაგ მაგარ ენერგიას. აუ რა კაია. მოვედი თავიდან მუშაობის ხასიათს. გადავწყვიტეთ შქმერულის შორეული გარე ბიძაშვილი შარახეულა გავაკეთოთ. ეს არის კერძი, რომელიც ალბათ მარტო შარახევში კეთდება. ბაბუს და ლეგიონერების მოგონილი არის და მე მგონი თქვენც რაღაცა სასიამოვნოს გაგაცნობთ ცოტა ხანში და ძალიან გემრიელს დავაგემოვნებინებთ ჩვენს ბიჭებს. ეხლა ვთხოვ გიორგის რომ ანახოს მაყურებელს რა ინგრედიენტები გვაქვს და ნელ-ნელა ჩავერთოთ კულინარიის ფერხულში.
დამხმარე გაბრიელი წავიდა წყლის დასალევად, მოდი მოგიყვებით რა გვაქვს ჩვენ ამ მაგიდაზე. საგანგებოდ მოწყობილ ხის მაგიდაზე. რა ეს არის აუცილებელი ინგრედიენტები ამ კერძისთვის. პირველი, ქათმის ხორცი, კერდი, ასე ვთქვათ, კერდის ნაჭრები. არის ნაღები, არის მოცარელა და შებოლილი სულგუნი, სოფლის კარაქი ბატონო ჩემო, სვანური მარილი ჩემი ჯადოსნური ინგრედიენტების დამატებით, ასევე ჩემი გაკეთებული მწვანე აჯიკა, რომელიც ცოტა მინდა რომ უქნა და იმედია რომ ბაბუ აპატიებ. და ნიორი სამწუხაროდ გვეგონა რომ ნიორი გქონდა ახალი და დაუჭრიდი, მაგრამ უკვე გატარებული დანაყული ნიორი დამხვდა შარახევში და ამითი უნდა ვისარგებლო. ასევე გვაქვს ხახვი და სოკოს 3 ნაირსახეობა. ნუ ერთი ქამასოკო ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია. დანარჩენი ამ 2 პატარა სოკოს სახელი მე არ ვიცი სამწუხაროდ. თქვენ თუ ვიცით რა ქვია, გამაგებინეთ. უბრალოდ ვიზუალურად მომეწონა და გადავწყვიტე რომ კერძი ამითი გამემდიდრებია. ეხლა პირველი ჩვენ რასაც ვიზავთ, დავიწყებთ ქათმის გუმკერდის დაჭრას და აი აქ უკვე ჩემ დამხმარე გაბრიელს თხოვ დახმარებას და აი ის ღრმათებში მომაწოდე თუ არ შეგავწყვეტ. გაიზარდე დიდი ბიჭი, მადლობა. ხორცს დავჭრით ბრაუნინგის დანით, რომელიც ჩემმა მეგობარმა ბატონმა დავით არაზაშვილმა მაჩუქა. მოკითხვა მას შორეულ ამერიკაში და ყველა ემიგრანტს. ჭრით საშუალო ნაჭრებად. არც ძალიან პატარა, არც ძალიან დიდი. აი ესეთი რა, გემრიელი ლუკმა რო აიღო ადამიანმა და მიირთვა. სიმართლე გითხრათ, ეს კერძი ამ სტილით არასოდეს არ გაგვიკეთებია, უფრო კლასიკურ შარახეულას ვაკეთებთ ხოლმე. ეხლა რაღაცეები დაუმატე და იმედი მაქვს რომ ბიჭებს მოეწონებათ, თორე ბავშვს ხვიდან რა ამოვა, მისი საყვარელი კერძია. ამჩნევთ ალბათ რომ ჩემი მარლენი არ არის დღეს ჩვენს გვერდზე. კოვიდი აქვს. მალე გამოჯამრთელებას უსურვებთ მას და მის ოჯახს და ყველას სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თითქოს და რაღა დროს კოვიდი არის, მაგრამ კოვიდი აქვს. ეს არის ჩვენი ოპერატორის პირველი ბიჭი, ბატონი გაბრიელი, რომელიც ძალიან კარგი ბიჭი არის, მთელი დღე გვეხმარება. ხან წყლის შლანგი მოგვაწოდა და ცოტა მე რომ მკითხო სიცხემ შეაწუხა რა, იმიტომ რომ დილით საკმაოდ კარგი სიგრილე იყო რა, ყველანი ისე ჩაცმუდახურულები ვიყავით და ნელ-ნელა მაინც ივლისიზმზე თავისი ქნა. ესე იგი ახლა ვაკეთებთ მარტივად რა, ცოტა ზეთი გვაქვს ოდნავ დასხმული და როგორც კი ეს ზეთი მადლობაშვილი გაცხელდება და სოფლის კარაქსაც თუხი ეწვევა სტუმრად, ეგრევე ჩავამატებთ უკვე დაჭრილ და გამზადებულ ქათმის ხორცს პირველ რიგში. სანამ ქათამი დაგვებრაწება, დავჭრით ხავს, დავჭრით სოკოს, მოგიყვებით 1000 სისულელეს და გაგართვით. საკმაოდ ფიცხი ცეცხლი გვაქვს, რამდენადაც ხვდები. გაბო მღერის, გაბო კარგ ხასიათზეა. რატომ უნდა იყოს ბავშვი ცუდ ხასიათზე? ტყეში, მამას ბუნებაში, მდინარესთან, მამამისთან და მამამისის მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ეხლა ამას თავზე დავახურავ და ცოტა ხანი ვაცადოთ.
შენ იცი რომ თითქმის ყველა კერძს უხდება და ძალიან გემრიელი და ძალიან სასარგებლო პროდუქტი არის. შენ თუ იცი რატო ტირის ხალხი, როდესაც ხალხს ჭრის? არ იცი? ბიჭო, გაგიკვირდება და მეც არ ვიცი. თქვენ ხო არ იცით, აი რატო ტირის ადამიანი, რა ქიმიური და ფიზიკური პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ხალხს ჭრით. იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის თავდება ტირილით, როგორც წესი, უხშირეს შემთხვევაში. ეხლა მე მგონი ის დრო არის. მე ისევ გაბრიელი დავიხმარო. ცოტა სვანური მარილი უქნა, ცოტა ეს აჯიკა უქნა და 2 წუთი მოვთუშო და მე უკვე სახურავი, თავსახური უნდა მოვაძროთ, მოვხადოთ მედაში. და ცოტა შევბრაწოთ ხორცი. რა სიტყვი ქნაათ ეგრე? ამ არომატისთვის ეს ეყოფა. ეხლა მოვიტან აჯიკას. ხო თქვი რომ ხალხმა ტირილი იცის მეთქი. აბა. აი, ამ დროს ტირიან მამაკაცები. თუმცა ვიცნობ მე ემოციურ მამაკაცებს, კარგ კაცებს ძალიან, მაგალითად ბაბულიკოს, რომელიც ძალიან სენტიმენტალური არის და საქართველოს სადღეგრძელოზე, დედის სადღეგრძელოზე თვალს ცრემლი ადგება ხოლმე და არავინ არ მითხრათ ეხლა რომ ეს კაცის საქმე არ არის რა, ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოვლინება და უდიდესი ადამიანობის გამოვლინება, მე ესე მიმაჩნია. აი ესეთი ლამაზი სოკო გვაქვს, რომელსაც ალბათ აი ესე 3 ნაწილად გავჭრით, პატივცემულებო. ამასაც დავდებთ და ბოლოს, ანუ მთელი მუღამი კიდე ამ კერძის რა არ მithქვავს თქვენთვის, რომ ნაწილ მზადდება. არის საქართველოში ესეთი კერძები, რომლებიც ნაწილ მზადდება. ანუ მე ხა ცოტა ხანში გადავიტან უფრო მოზრდილ ქვაბში, აი აქ მაქვს ქვაბი. ამ ქათამს და ამ ქათამის მონახარში კი არა და მოთუშულ სიტუაციაში ჩავაგდებ აი ასე სოკოებს, ხავს, ყველაფერს და ისე ვიზამ. ძალიან მიყვირს ბაბულიკა რო არ ჩამოვიდა კონტროლზე. ალბათ ძალიან ჩართული არის მუშაობაში. ჩემი ჯადოსნური კოუზი. ხო. კარგია. რაც კარგია, ძმაო, კარგია, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეხლა მე და შენ გავაკეთოთ შემდეგი რამ. ავიღოთ ჯადოსნური ქვაბი, შენ იცოდი რომ ეს ჯადოსნური ქვაბია? იცი რატო არის ჯადოსნური ქვაბი? იმიტომ რომ ჯადოსნურად გემრიელი კერძები გამოდის აქ. და ის დრო არის რომ გადმოვიტანოთ. კი, ეს ნამდვილად იმ სტადიაზე არის, რომ უკვე აქეთკენ უნდა გადმოვიდეს. ეხლა ჩავყრი ხავს. ეგ არის. ეხლა კი ჩემოგიო შეგვიძლია დავსხდეთ. დაახლოებით 3-4 წუთი დაველოდოთ, სანამ ხახვი ოდნავ მოითუშება და ოქროს ფერს მიიღებს. და მერე ჩავაყაროთ სოკო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეხლა ჩემო კარგებო, უკვე დრო არის, რომ ხახვი მზად იქნება დარწმუნებული ვარ და არის კიდეც. და უნდა გადავიტანოთ. ხო, ესეთ ნახევარ ფაბრიკატულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ. ნახევარ ფაბრიკატულ მდგომარეობაში. აბა სოკო. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ჩემო კარგებო. არ არსებობს წყაროს სიუწყალზე უკეთესი სასმელი. არ შემეწინააღმდეგოთ, რა პირველი არის ნახდათ.
სოკო მზად არის. კიდევ ერთხელ ხას უსვავ, რომ ეს არ უნდა იყოს ბოლომდე მზად, ეს არის ნახევრად ფაბრიკატის მდგომარეობის. და ეხლა ერთადერთი რაც დაფრჩა არის ის, რომ უნდა უქნათ ნაღები. ეს ყველაფერი კარგად გადაურიოთ. როგორია? ლო ფანტასტიკ. ძალიან მაგარი არის. ესე. ცოტა ეს არის ძირითადად ქინძი, სხვადასხვა მწვანილები და ცოტა ნიორი და აი ესე შემიძლია რა. თავარი რაც არის ამ კერძში, ნაღები ერთ-ერთი უმთავრესი და ნიკოკელებისგან ჩვენი მეგობრებიდან წამოვიღე მაწონი. აბუ გამიგიჟდება ეხა ამას რომ ნახავს მე არ ვეტყვი სანამ კერძ ბოლომდე არ გასინჯავს სანამ ფილმი არ გავა. ხო და აი დარწმუნებული ვარ გამასინჯა ლიამ ჩვენმა მეგობარმა და იმდენად გემრიელი მაწონი იყო აი ცხიმიანი რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მოუხდება და აი ნახოთ და ვაი ჩემი ტყავის ბრალი რო არ მოუხდეს. ეხა ამან უნდა ითუხთუხოს და ითუხთუხოს. მთელი კულინარია მივახლოვდა დასასრულს ისევე როგორც დღევანდელი შრომა. ეხლა პატარა შეზავებას გავაკეთებ, პატივცემულებო თქვენის ნებართვით. ბოლო შტრიხი, რაც ამ კერძს უნდა. და მერე ბიჭები უნდა მოვიწვიოთ სუფრასთან, იმიტომ რომ გელები ვით არიან. ბევრი იშრომეს, დაიღალნენ. და ძალის აღდგენა ჭირდება ყველას. ახლა მე ამას ჩავყრე, ამოურე. ცეცხლი ძალიან ფიცხი იყო, ამიტომ განელება დამჭირდა. ახლა ცოტას ისევ შევუკეთებ. წამოდუღდეს, მოცარელას მოვაყრი, შებოლილ სულგუნთან ერთად. და იქნება lo perfecto. დასკვნითი ეტაპი, მოცარელა და სულგუნი. და ბაბულიკა ამბობს, რომ ეს იქნება ელარჯივით წელვადი. გავედი დამკაში, როგორც სიტყვიან. და ბიჭებიც მორჩნენ მუშაობას და ამას სობაში დაგვაღამდა თუ არა, მოგვისაღამოვდა კიდეც. აი ძმო, ამ ხელა ლაშატკა, რა ვიცი, როგორ არ მოედანი. ხოვითომ არაფერი და 8 კაცი მუშაობდა ძმაო, ეგრე კი არ არის. ბაბულიკ, მოკლედ, დღეს პრინციპში ყველაზე მძიმე და რთული რაც იყო, ეს ეტაპი მორჩით. მორჩით, ხო ერთად გავაკეთეთ. აბა ახლა შენ რო არ ყოფილიყავ, ხო ძაღლებული გამწარებულები ვიკნებოდი. ეხლა გველოდება გემრიელობები. ჩემი მხრივ მე მგონი რაღაცა პატარა გემრიელობები მოგიმზადეთ რა. წავიდეთ ეხლა ხალხო, მე მივხედავ ჩემ დასკვნით კულინარიას და მოხადებობიო. ბიჭებო, წამობძანდით. რაცა ჩავსული ხო? ესია შაქი. აი, იქნება მე რო გასინჯო. ვაი მე რაიწელება ნახე, დაიწელა ბოლომდე და რამდენი კურსი გვაქვს? იდი კაცო. მე როგორც უკუცეს ორი მეგობარი. ეხლა სულსული იყოს ვერ მივხვდი ისე. მინდა დავამშვიდობო ჩვენ მაყურებელს, მშვიდობიანი საღამო უსურო. თორე სხვა რა დაგჩენია და ბიჭებს კიდე უსურო გამძლეობა, ჯანი, ერთად ყოფნის სურვილი და კონდეს ის შემართება ბაბულით, რომ ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ, არა მარტო შარახებში. შენ გენაცვალე, ლაკონიურად ავთავრებ, აბესავით კი არ გაწილე გადაცემა. მომავალ შეხვედრამდე.